მე გიამბობთ როგორია ჩემი ყოველდღიურობა, უკვე რა ხანია, მაგრამ აი ეს ბოლო პერიოდია განსაკუთრებით, რა საკვირველია, დილით ადგომისთანავე, მალევე მე ვეცნობი ნიუსებს, ახალ ამბებს, რომლებიც საინტერესოა ჩემთვის პოლიტიკური ახალი ამბები იგულისხმება და რომლებიც ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ეხება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. ახლო აღმოსავლეთი დაემატა, როდის არ იყო დაბატებული ახლო აღმოსავლეთს, კონკრეტულად ირანის ტარიფების ომი დაემატა, ახლა ბოლო 2-3 კვირაა, ხო, 2 კვირაა და ბუნებრივია მე მაინტერესებს ტრამპმა თქვა ეს, ჩინეთმა უპასუხა ის, ევროკავშირს ამასობაში ეს პოზიცია აქვს და ასე შემდეგ, მაგალითად. ახლა დღეს გავეცანი ინფორმაციას, რომ ტრამპის სპეცწარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში ვიტკოფი ისევ ჩადის მოსკოვში შეხვდება ისევ პუტინს ისევ შეხვდება ეს საინტერესო დასკვნების შესაძლებლობასაც მაძლევს, მაგრამ ოდენ და მხოლოდ ჩემი დასკვნები რა ბედენა ვის რა ჯანდაბად უნდა აქედან გამომდინარე უკვე შემდგომ თუ რამეს წავაწყდები ამ ვიზიტთან დაკავშირებით ამა თუ იმ ცნობილი ან ნაკლებად ცნობილი მოკლედ ჭკვიანი ან ჩემი აზრით ჭკვიანი მიმომხილველისა იმას კი ბოლომდე მოусმენ ხოლმე ხო რას ამბობს განა ეს კაცი ასე მაგალითად პორტნიკოვი, რომელსაც ხშირად ვუსმენ. ბევრი სხვადასხვა გაბაკრიტიკებს ამის გამო მეტწილად ისინი ვინც ტრამპის მომხრეა, მაგრამ პორტნიკოვს ჭკუას მე პირადად ვერ დავუწურებ. სხვებს შესაძლოა დავუწუნო კიდეც ბევრს ყოველ შემთხვევაში არესტოვიჩს, რომელიც ესოდენ პოპულარული იყო თუ არის, მაგრამ აი პორტნიკოვს რას ვერჩი. ამასობაში პარალელურად რასაკვირველია სატელეფონო აღარ WhatsApp ზარები სატელეფონო გვეშინია. ხელისუფლების წარმომადგენლებო ვიცით რომ გვისმენთ WhatsApp-საც მაღალი ალბათობით უსმენთ სიგნალს უსმენთ თუ არა ღმერთმა უწყის სიგნალ ზარები როგორ ახარ კარგად ავარ შერაშვები ბიჭო მითხარი რა შენი აზრი ამასთან დაკნახე რა თქვა რუბიო და ასე შემდეგ პარალელურად რასაკვირველია ისევ ქართული ნიუსები Facebook-ის ასე უნდა თქვა აღიათ სკროლვა რომ გაიგო აქ ამასობაში აქ რა ხდება აქაც ხო რაღაცა ხდება ლალი მოროშკინა და ლევან მამალაძე შემოხვდა რადიო იმედზე მოროშკინას პოდკასტში. არც მოусმენ, მაგრამ რო ყოფილან კი გავიგე. მე რაბს დაუწერია მეტრეველს 9 უკაცრავად. ძლიერი საქართველოს განცხადება 2 დღეა, ლელო ძლიერი და ასე შემდეგ. ირაკლი კობახიძე მისულა ანატალიის დიპლომატიურ ფორუმზე უკაცრავად და ასე შემდეგ. აი ჩემი ფონდის ყადაღების მიუხედავად ერთ თვეში ალექსანდრესთვის ნანუკა წერს. ნანუკა არის ძალიან მაგარი გოგო. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ ესოდენ სერიოზული პრობლემები შეუქმნეს მას და მის ფონდს, მან დაიწყო, ხელახლა დაიწყო აი ეს კამპანია და ეხლა მე რა რიცხვებსაც ვიტყვი. 38578 ლარი. ალექსანდრესთვის, რომელიც ჯარც აღარ შეაგროვებს, ჩაურიცხავს ნანუკას 24293 ლარი 5 წლის დაჩისთვის, რომელიც რეალურად ხელისუფლებამ დაჭაგრა და ხელისუფლებამ წაართვა ის ფული, რომელიც აქამდე შეგროვებული იყო 26 წლის დოდოსთვის 23143 ლარი, რომელსაც მელანომას დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფოდ თურქეთში იყო წასასვლელი. პატიმრებისათვის და მათი ოჯახებისათვის 49650 ლარი, გოგოს რომელმაც ძროხის თავდებით ანუ ძროხა ესე იგი როგორც ჩანს კრედიტი აიღო და წამლებისათვის კრედიტი აიღო 5200 ლარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხა ისევ ჭაბავს კროლე. აქ რაღაც სისულელე შემხვდა, რამდენადაც ვხვდები. სხვების ისევ ირაკლი კობახიძე ამასაც ვაკეთებთ ყოველდღიურად. ამის თქმა მინდა გარდა ამის სალომე ზურაბიშვილისკენ კი არ ვიშვერ მაინც და მაინც ხელს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის აი ახლახან დამთავრებული ბრიფინგის ძირითადი მესიჯები მაინც არ უნდა გამოგჩეს. მე პერსონალურად მგონია რომ წინააღმდეგობის პლატფორმა კი არა, წინააღმდეგობის ფრონტი, უფრო ხუხარე ხელვარე სახელწოდება უნდა ჰქონოდა იმ ერთობას, რომელიც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა, მაგრამ ოკეი, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ჩეხეთსა და საფრანგეთში იყო, ესეც არ უნდა გამოგჩეს, ამასობაში არ დამეკარგოს ის, რაზეც მინდოდა ყურადღების გამახვილება, არ დამეკარგა, აქ არის და ასე შემდეგ. და ესე გაივლის ხოლმე, გაილევა ხოლმე მთელი დღე. გაილევა ისე რომ ამასობაში უნდა მოასწრო საოჯახო შენი საქმეები, პერსონალური შენი საქმეები.
არ უნდა გამოგრჩეს და პარალელურად არც ერთი პრაქტიკულად ყველა ამბავს უნდა მიაქციო ყურადღება, ხო? ჩავსკროლეთ ის ამასობაში რო არ დამეკარგოს. ასე მაგალითად აგი მე გოგი გვახარიასაც გაუზიარებია ის ისი თქმაც მინდა აგი ჩემი ფოტო დაუდევს ბესოხვედელიძეს მე აჩიკო გულედანი ნათია ზამბახიძე თეა სულაბერიძე ირაკლი ბერიძე მე ყველა ვთქვი ბესოხვედელიძე ხო 92 წელს ბესოხვედელიძეს დაუდევს უკაცრავად 11 აპრილს დაუდევს მაგრამ ეთქობა განახლდა ეს აგი თეა სულაბერიძე 2020 წლის 11 აპრილს დაუდევს თეა სულაბერიძეს გული კი დაუსვამს ახლა უნივერსიტეტის კიბეებთან არის გადაღებული ირაკლი გაფრინდაშვილი ხო წერს ისევ ისა რა ქვია იმას რუსი როა რუსი ქართულგვარიანი ირაკლი კობახიძე და ასე შემდეგ ბევრ საკითხზე ჩვენ რეაგირებთ მაგალითად ვიტკოფი არ ვიცი ამ დუბლში ვახსენე თუ არა ვიტკოფი რომ ჩადის ეს ხო ძალიან სერიოზული ამბავია მოსკოვში ახლა ამაზე აუცილებლად უნდა მოусპინო რომელიმე გონიერ კაცს და შენი ემოცია და შენი აზრები შენი ანალიზი ემთხვევა თუ არა მის ამ გონიერი კაცის აზრს უნდა ერთგვარად შეათავსო კრიტიკულად გახედო შენს მოსაზრებას და ასე შემდეგ ცხადი ასე უნდა გააკეთო მაგრამ არსებობს ამბები რომლებზეც რეაგირება მე მგონი უკვე აღარც უნდა გქონდეს აგი გოგი გვახარიას ჩავხედავ ბარემ ხო აგი მერაბ პეტროვსას გაუზიარებია არ რეაგირება არ უნდა გქონდეს თითქოს მაგრამ აღმაშფოთებელია და არის რუსობა და აი ახლა გადავახრევ რუსეთის ანუ ამერიკას არ უნდა რომ შენ აფხაზეთი კონდეს ამერიკას უნდა რომ შენ რუსი ყოველთვის ეზიზრებოდეს მიუხედავად იმისა რომ აფხაზეთის კონფლიქტში რუსის ძალიან პატარა როლია რა ანუ აი ხო ძალიან შოქს ვამბობ თქვენთვის შოქს ამბობთ დიახ რუსის პატარა ომი კი არა მე არც ვიცი ამ ახალგაზრდა ქალბატონის გვარს სახელი რუსეთმა 1992 წელს დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი დაიწყო იმიტომ რომ მანამდე 1-2 წელიწად ნახევრით ადრე 2 წლით ადრე თუ გდებავთ ასე ვიტყვი რუსეთს გამოიყო საბჭოთა იმპერიას გამოიყო დამოუკიდე საქართველო გახდა დამოუკიდებელი იმიტომ რომ 9 აპრილს 91 წლისა ჩვენ აღვიდგინეთ სახელმწიფოებრიობა ჯერ გამსახურდია კი არის პრეზიდენტი მაგრამ არა მხოლოდ გამსახურდიას უზარმაზარი როლია მაგრამ არა მხოლოდ გამსახურდიასი არამედ მთელი ქართული საზოგადოების უზარმაზარი წვრილ როლია ამაში სწორედ ამ დღიდან დაიწყო რუსეთმა ჩვენს მიმართ რევიზიონისტული და რევანშისტული პოლიტიკის გატარება და დაიწყო იმიტომ რომ ჩვენ დავესაჯეთ ჩვენ ვიყავით პირველი სახელმწიფო რომელმაც ხელ უკუღმა აარტყა რუსეთს და KGB რომელიც დღესაც მოქმედებს FSB-ს სახით FSB-ს სახელით FSB-ს სახელწოდებით მოქმედებს ის მუდმივად არის დაკავებული სადამსჯელო ოპერაციებით ყველა თავისუფლების მოყვარე ხალხის და თავისუფლების მოყვარე ქვეყნის წინააღმდეგ ვინც გაბედა და რა გაბედა შეულაწუნა აულაწუნა რუსეთის იმპერიას უთხრა რომ შენ აღარ ახარ ჩემი ბატონი პატრონი შენ აღარ ახარ ჩემი არც უფროსი ძმა არც არანაირი ძმა შენ აღარ ახარ ჩემი მშობელი შენ აღარ ახარ ის ვისაც მე უნდა ვეახლო მე ჩემი დამოუკიდებელი განვითარება მინდა საბჭოთა კავშირის დანგრევა სხვა თვალსაზრისითაც არის ძალიან საინტერესო გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ისიც თქვენ რომ დღესაც კი არის ამგვარი საერთაშორისო სამართლის დილემა ასე უნდა ვთქვა რომელიც ერთის მხრივ გულისხმობს ერთად მიდგამორკვევის აუცილებლობას გარდაუვალობას აუცილებლობას და მეორეს მხრივ გულისხმობს ტერიტორიული თლიანობის შენარჩუნებას ამა თუ იმ ქვეყნისა იმ ხანად და უკვე შემდგომ სხვა ქვეყანასთან იუგოსლავიასთან იმართებაშიც გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის იმ ნორმას დაეყრდნო რომლის მიხედვითაც უპირატესი არის ერთად თვითგამორკვევა ანუ ქართველი ხალხის თვითგამორკვევა არ ვიცი ბელარუსელი ხალხის სად გამოირკვა კარგად არ ვიცი მაგრამ მაინც უკრაინელების ლატვიელების ესტონელების სომხების და ასე შემდეგ ყაზახების თუნდაც ხო ერთად თვითგამორკვევა უპირატესად მიიჩნია მსოფლიოთან ამეგობრობამ და აკი ამიტომაც აღიარა პრაქტიკულად კი არა უკლებლივ ყველა სახელმწიფო თანმიმდევრულად 1991 წლიდან 91-92
წლებიდან და ტერიტორიული მთლიანობა კი ერთი ქვეყნის საზღვრების ურღვევობა კი მეორე პლანზე გადადო. ეს ყოველთვის ასე არ არის. ესპანეთში, რომელშიც უამრავი, ან ბევრი უფრო ზუსტი რომ იყო ავტონომია, ასე იოლად, ასე მაგალითად ბასკეთი თუ კატალონია ვერ დატოვებენ ესპანეთის სივრცეს, ესპანურ სივრცეს, ესპანეთს როგორც სახელმწიფოს და რატომ იცით? იმიტომ რომ ყველაფერს პარალელურად გაზდევს დემოკრატიის ხარისხი, დემოკრატიულობა ამა თუ იმ ქვეყნისა და საზოგადოებისა. საბჭოთა კავშირი იყო რა ანტიდემოკრატია, იყო რა სრული ავტორიტარიზმი, ტოტალიტარიზმი და დიქტატურა წარსულითაც და აწყვეტით და მომავალიც ამგვარი იქნებოდა, მიუხედავად გარდაქმნა პერესტროიკისა, საბჭოთა კავშირის კოლაფსი, რომელიც ხოთაშორის არც უნდოდა იმ ხანად დასავლეთს იყო გარდაუვალი. ხა აფხაზეთზე და ამ ახალგაზრდა ქალბატონზე რომელსაც არ უძრახავ, არ ვიცი, ხო? აქ მეორე რესპონდენტი უზის, რომელიც მუდმივად თავს უქნევს, ესენიც ყველანი არიან რუსები, ამ რუსს, ვინც უზის და იმ რუსსაც, ამ ქალბატონსაც ისინი არიან რუსები, ხოლო იმ რუს ქალბატონს ვინც უზის, ქვია სოსო მანჯავიძე. სოსო მანჯავიძე, ანუ აი რაღაცა ვასაძის კლანის წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენს დაახლოებას ცდილობენ და ვერ ვიტყვი რომ ვერ ახერხებენ მეთქი ამ ხელისუფლებად წოდებული ბანდის გადამკიდე რუსეთთან და ჯერ კიდე როდის ამბობდნენ რომ православный რუსეთთან რუსკი მირის სივრცეში უნდა მოექცეს საქართველოს. მაგრამ ამ ქალბატონს კი რავალს აი ხა არ გადავული ისე როგორც ღირსია ბევრი, ხო, ვეთქვი შემდეგ რამეს. იოტისოდენა წვლილი კი არ ქონდა შეტანილი გოგონა თუ ქალბატონო რუსეთს 90-იან წლებში საქართველოში დატრიალებულ ტრაგედიაში და ტრაგედიებში, მათ შორის აფხაზეთში. ნახეთ რა მოხდა, მეგობარო თუ არა მეგობარო. მაგალითად, საქართველოს არ ყავდა მაგალითად ავიაცია. და რუსეთმა დაგვაბრალა რომ ჩვენმა ავიაციამ დაბომბა სოხუმი, ხომ არ გეცნობათ მძინარე ცხინვალთან ალუზიები, ხომ არ გიჩნდებათ პარალელები, ხომ არ გიჩნდებათ. არა და რეალურად და ეს დამტკიცებული ამბავია ახალგაზრდა ქალბატონო, რეალურად გრაჩოვმა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა დაბომბა სოხუმი. ოღონდ დაბომბა იმიტომ რომ გადმოებრალებინა მერე ქართული სახელმწიფოსთვის. შევარდნაძეც კი, რომელიც დიდოსტატი იყო, რუსეთის კარგი მცოდნე იყო, რუსეთში ნამუშევარი კაცი იყო. რუსეთი იცოდა ჩვენზე ბევრად კარგად და გარდა ამისა იცოდა საერთაშორისო კონიუნქტურა. შევარდნაძეს კი, რომელიც არაჩვეულებრივად ლავირებდა მარცხნიდან მარჯვნიდან, მარჯვნიდან ქვემოთ, ისიც კი ვერ გაერკვა, შეიძლება თვალწუხ სიტყვა არის, ვერ მოერია, ვანაც ვერ ძლია რუსულ იმპერიალიზმს 90-იანი წლების დასაწყისში ომის პარალელურად შემდეგ, როდესაც საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ შესულიყო დამოუკიდებელ სახელმწიფო და თანამეგობრობაში, იქ იყო ერთი საინტერესო ოდესმება უყვები ამბავი, როგორ შევიდა რა დეტალები მე ვესწრებოდი იმ ხდომას იმელის დღეს რო ბილტმორია იქ იყო პარლამენტი და კოალიციური პარლამენტი იყო მრავალპარტიული იმელის პარლამენტი ჰქვია და მე ვეცრებოდი იმ ხდომას და როგორ შევიდა და რამხელა ამბავი იყო და გიამბობთ ოდესმე შევარდნაძეც კი დავიდა რა ამ დათმობებზე შევარდნაძეც კი 95-ში ააფეთქეს რუსებმა ააფეთქეს 95-ში და 99-ში ვერაფერი ვერ მოუხერხა და თქვენ კი ამასობაში აი რუსეთი ერთადერთი ყველაზე დიდი დანაშაული რუსეთის აფხაზეთის ომში არის ის რომ როგორ გითხრათ წარმოეგვნენ აბსოლუტურ პროპაგანდას და ამერიკა მატრიალა რუსეთი ელცინის ხო ელცინის რუსეთი წარმოეგო თუმე პროპაგანდას ეხლა ვიყურეთ ეს ყველაფერი ხო შემთხვევით არ ხდება ეს მე არც ვიცი რა არხია თუ არ ვცდები სწორედ მანჯავიზეა ამ არხის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ყოველ შემთხვევაში ლევან ვასაძესთან კავშირი აქვს ამ არხს მე ვიცი ხო ხდები ლოგოთი ყოველ შემთხვევაში ახალი ამბავი დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ პირდაპირ თუ ირიბად საქართველოს ხელისუფლებას უნდა რომ ყველაფერი რაც მოხდა უკლებლივ ყველაფერი და ამას საკუთარი პროქსი ჯგუფების მეშვეობით და საშუალებებით ახერხებს და გვატენის თავში ყველაფერი რაც მოხდა ცუდი
დაბრალდეს არა რუსეთს, არამედ დასავლეთს. არა რუსეთის ამა თუ იმ მმართველს, ბჭყალებში კარგ ელცინს ან უბჭყალებოთ ცუდ პუტინს, არამედ დასავლეთს და ეს ჩამონათვალი ამგვარია. საბჭოთა კავშირის დანგრევაც კი არის დასავლეთის ბრალი. მე გეთანხმებით საბჭოთა კავშირის დანგრევა დასავლეთის ბრალიც არის. პასუხისმგებლობაც არის და მიღწევაც არის. მაგრამ საბჭოთა კავშირის დანგრევაში უზარმაზარი როლი, ან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართულმა საზოგადოებამ. ამგვარი ტენდენცია, ამგვარი ძირითადი ხაზის გატარება სურს ქართულ რუსულ ოცნებას, რომ 9 აპრილი და ამას ამბობს მაგალითად ვალერი კვარაცხელია და სხვები და უკვე საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების გადავლენ ამ რიტორიკაზე, ამ აზრის გატარებაზე. 9 აპრილიც კი არ აწყობდა საბჭოთა კავშირს, მაგრამ დასავლურმა აგენტურამ და დისიდენტები იყვნენ დასავლეთის აგენტურის წარმომადგენლები, მოაწყეს 9 აპრილი. ამას ამბობს კვლავ ვიმეორებ, ახლა ვალერი კვარაცხელია თუ რამდენიმე ხნის წინ, ახლა ამბობენ უკვე სხვები და სხვების, აი მოროჩკინა და ლევან მამალაძე რო ვახსენე, მე ხო არ მინახავს და არც ნახავ ალბათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამგვარობას, ამგვარ აზრს ატარებენ და მე უკვე ავა ეს ნებისმიერ ჭიაღუამდე, რომლებიც არის ქართულ ოცნებაში და მე უკვე ავა ქართული ოცნების პოლიტიკურ ელიტამდეც კი, პაპუაშვილ, კობახიძე, დინარაძე, სხვები და სხვები. ეს ერთი, 9 აპრილი არის დასავლეთის ბრალი, 90-იან წლებში დატრიალებული ტრაგედია ჩვენთან აფხაზეთის ომი არის დასავლეთის ბრალი, რომელმაც რუსეთი როგორც უნდა ეს ლეელცინიც მიხვდა ამას ბოლოს და ამიტომ ორივე ეს ქვეყანა დაატაკა ერთმანეთს იმისათვის რომ ერთმანეთი ძულებოდა. ძალიან მარტივია. კი ბატონო. დასავლეთმა დაატაკა ორივე ქვეყანა იმისათვის რომ ერთმანეთის ძულებოდათ. ნუ ცოტა უცნაური ზნა არის ბატონი მანჯავილისაგან, მაგრამ მაინც ახლა გავარებოთ დასავლეთს თავი. მე-19 საუკუნეში ვინ დაგვატაკა ჩვენ რუსეთთან. მე გავიხსენო 1811 წლის აჯანყება ქუთაისში. მე გავიხსენო გურულების, იმერლების კიდევ ერთი კახელების, სვანების, ხალდეს აჯანყებამდე ჩამოვიდე 1832 წლის შეთქმულებაზე ვილაპარაკო. მე 20 თუ სხვებზე ეს ომი და უსრულებელი მე-19 საუკუნის რუსეთსა და დამოუკიდებელი საქართველოს მოსურნე საქართველოს შორის გრძელდებოდა მთელი მე-19 საუკუნე. ილია წერდა, რომ ახლა შესაძლო არც არისო, შესაძლო კი არც არისო იარაღით ბრძოლის დრო, ახლა კალმით ბრძოლის დროაო. ილიას ეს გზა ქონდა არჩეული, ალბათ სწორი, იმიტომ რომ იხოცებოდნენ ქართველები, ეწირებოდნენ ამ აჯანყებების დროს რუსეთის იმპერიასთან ბრძოლის პროცესში იხოცებოდნენ. ამათი აზრით ქაქუცა ჩოლოყაშვილი მტერია. ისე ამათ ვინ კითხავს საბოლოო ჯამში. ქაქუცა ჩოლოყაშვილი მტერია პაპუაშვილის აზრით, დინარაძის აზრით, თუ კობახიძის აზრით, თუ სხვათა აზრით. იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილის აზრით, რომ რომელმაც როგორ გაბედა და როგორ შეეწინააღმდეგა რუსეთის იმპერიას. აი ეს არის ამათი ფილოსოფია და ამის გატარებას ცდილობენ და უკლებლივ ყველაფრის, აკი გითხარით დაბრალებად ცდილობენ კოლექტიური დასავლეთისათვის, რომელიც ახლა საერთოდ გაუთანაბრეს კობახიძემაც, პაპუაშვილმაც, სხვებმაც დასავლეთი ევროკავშირი deep state-ად წოდებული წარმოუდგენელი და გაუგონარი წარმონაქმნი, რომელიც არც არსებობს რეალურად. იმიტომ რომ deep state თუ ბიუროკრატია, ის ბიუროკრატია როგორ მართავს უმაღლეს პოლიტიკურ ელიტას, ეს გაუგებარია. deep state თუ ბიუროკრატია არ არის და ჩრდილოვანი მმართველობაა, ვის გულისხმობენ, უნდა გვითხრან და არც არსებობს და გაგება ამერიკული deep state-ისა და გაგება პაპუაშვილისეული deep state-ისა აბსოლუტურად განსხვავდება. უბრალოდ ამათმა დაიხვიეს ხელზე და deep state-იო ასე ატრიალებენ და აკეთებენ ეგრეთ წოდებულ brain washing-ს ქართული საზოგადოების იმ ნაწილისა, რომელიც sub-brain washing-ია მათთვის, ანუ მოწყვლადია. ხო და ეხლა ესენი აპირებენ ყველაფრის გადაბრალებას ამ კოლექტიური დასავლეთისთვის, იმ შემთხვევაში თუ ვერ დაალაგდებიან ტრამპის ადმინისტრაციასთან და ჩვენ გვისაუბრია რომ ვერ დაალაგდებიან, უკვე შემდგომ აპირებენ გადააბრალონ ეს ყველაფერი არა მხოლოდ ზოგადად დასავლეთს, არამედ კონკრეტულად შეერთებულ შტატებსაც კი. აი ეს არის ამათი ხაზი.
კაკუცა ჩოლოყაშვილი, გმირია თუ არა? რას იზავდი შენ თეაწულუკიანო სოზარ სუბარო, აი ხალდეს აჯანყების პერიოდში რომ ყოფილიყავი. 1800 დავსერჩო თუ არ ვცდები 1876 წელი მართლა არ მინდა რომ შემეშალოს, ამიტომ დავსერჩავ თქვენის ნებართვით ხალდეს ამბავი. 1875 წელი, ბოდიში ვიხდი, ერთი წელი შემშლია. ხო? რას იზავდი? იქნებოდი შენ თუ არა იმ 32 კაცს შორის, რომელიც გამაგრებული იყო ხალდეში. არა, არ იქნებოდი. სოზარ სუბარი მათ შორის არ იქნებოდა. ხა სოზარ სუბარი იმიტომ ვახსენო, სვანია უბრალოდ, თორე იმას ხო არ ვახსენებდი. მამუკა მდინარაძეს, რომელიც იქნებოდა იქ მე-19-20 საუკუნეებში წინა რიგებში, ასე ვიტყვი რუსული ჯარის. ხო, ეს ამბავია. აი ამ პროპაგანდით არის დაკავებული. ახლა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი რომ შემოგხვდება, სკროლავ, კითხულობ, ნიუს ეცნობი, სატელევიზიო ნიუს, კომენტარს სხვათა, საერთაშორისო ამბებს ეცნობი, ახლო აღმოსავლეთს, ტარიფების ომს, ჩინეთმა ეს უთხრა შეერთებული შტატებიდან 147%-იანი ტარიფებია უკვე დაწესებული, ამასობაში ესპანეთი წარმომადგენელი ჩარის სულად ჩავა ალბათ ჩინეთში, ალბათ კი არა ჩავა საქართველოს ამბები ევროსაბჭოში და ასე შემდეგ, მაგრამ ეს რო შემოგხვდება, მიხვდები რომ კატასტროფაში ხარ. ხო და აი ამ კატასტროფის საქართველოს თავზე ამ წისქვილის ბორბალის დატრიალების შესაძლებლობას არ მოგცემთ მეთქი არა გაძლევთ აწილობრივ იგებთ თქვენ გარკვეულ პროცესებს, მაგრამ საბოლოოდ რასაკვირველია თქვენ აი ამ გვარობა უნდა დამარცხდეს ამ ქვეყანაში და საქართველოს თავისუფლებამ უნდა გაიმარჯვოს. და ახლა კიდევ ერთი დეტალი, ჩვენ არ დავმარცხდებით. მაგრამ ემანდ თუ ვინმე ფიქრობს თქვენგან ძვირფასო მაყურებელო და გთხოვ გავამეხმაუროთ. ფიქრობთ თუ არა ასე? თუ ვინმე ფიქრობს რომ ჩვენ დავმარცხდებით, სულ მინიმუმ გადასარჩენია ერთი ამბავი. სულ მინიმუმ. ეს არის ხსოვნა, მემკვიდრეობა, არა ხსოვნა, ხსიერება საქართველოს დამოუკიდებლობისა. თუ ჩვენ ყველანი წავალთ, თუ ჩვენ ყველანი გავჩუმდებით და წავალთ, თუ ჩვენ ყველანი გავკონფორმისტდებით წავალთ და გავჩუმდებით, თუ ჩვენ როგორღაც მოვერგებით, ყველანი ოღონდ, როგორღაც მოვერგებით. არა, ახალგაზრდები რო არ მოერგებიან, ვიცი, მაგრამ შეიძლება ისინი წავიდნენ. აი, ჩემი თაობის წარმომადგენლები თუ მოერგებიან, რომ უზარმაზარი ეგზისტენციური პრობლემა თუ არ დარჩება, უხეშად 500 კაცი, 5000 კაცი, 50000 კაცი, ვინც სარდაფში ჩავა და ასწავლის საქართველოს მომავალს, ონლაინ ასწავლის, რა არის თავისუფლება. აი, მაშინ თუ ეს არ მოხდება, ამ შემთხვევაში დამარცხდება ქართული სახელმწიფო. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში ადრე თუ გვიან და მე მაინც მგონია რომ უფრო ადრე და დარწმუნებული ვარ რომ უფრო ადრე ანუ არა უგვიანეს 25 წლისა ჩვენ მივაღწევთ უზარმაზარ გამარჯვებას, გავყარით ქართულ გვარიან რუსებს და ეს გოგოს ქართულ გვარიანია, მე არ ვიცი ამ გოგო როგორ დაიცხოვროს, უნდა მოვნახოთ რესურსი საკუთარ თავში რომ ამ გოგოსთან ერთად ვიცხოვროთ მომავალ საქართველოში, თუმცა ბევრი პირი ეს გოგო არაფერი არ არის. ბევრი პირი უნდა იყოს აბსოლუტურად მარგინალიზებული, პენსია უნდა დაენიშნოთ ოდენ რომ პური არა, აუცილებლად მარტო პური ვუტრირებ ხა მაგის და პურზე კი არ ვსაუბრობ, იფქლის პურზე ხო? ანუ მინიმუმი ჰქონდეთ უზრო და ისინი რასაკვირველი არც ხელისუფლებაში და არც ხელისუფლებასთან არ უნდა იყვნენ მოშვებულები. ეს იმათზე ვლაპარაკობ, ვისაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. ხოლო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება ძალიან ბევრი მუხლით, მათ შორის სამშობლოს ღალატის მუხლით, ძალიან ბევრ პირს არა მხოლოდ ხელისუფლებიდან, არამედ ხელისუფლებასთან, ვინც არის, ვინც დაკურკურებს აქეთ-იქით და ღალატობს ანწუხელიძისა და კაკუცა ჩოლოყაშვილის, ამბროსი ხელაიასა და კირიონ საძაგლიშვილის ეს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცალკეული წარმომადგენლების ბოსტანში ქვეყანას. ეს ასეა და არავინ შეპუებას თქვენთან არ აპირებს. ნახვამდის.